მემორანდუმი გამზადებულია და ჩვენ დავიწყებთ ერთ-ერთ წარმოებას, რომელშიც 250 კაცი დაგზავნება, არა ჩიფსების ქარხანა, რომელზეც ვლაპარაკობთ, ისე არამედ ეს სხვა ქარხანა იქნება, რომელიც მიბმული იქნება ასევე სოფლის მეურნეობაზე, ჩვენ მეზობელ რაიონზე, ახალქალაქზე და იქიდან იქ მოწეული სოფლის მეურნეობის პროდუქტის გადაამუშავება. ქალაქის მერი ახალციხის მოსახლეობას ქარხნის აშენებას 2014 წლის 9 ოქტომბერს ტელეკომპანია მეცხრე არხის პირდაპირ ეთერში თოქ-შოუ დიალოგში სტუმრობისას დაპირდა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა გიორგი კოპაძემ დასაქმების პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ გზად ქარხნის მშენებლობა დაასახელა. წინა საარჩევნოდ როგორც მოსახლეობასთან, ასევე მეცხრე არხთან ამბობდა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში ქალაქში ქარხნები შეიქმნებოდა. მერად არჩევიდან 1 წლის შემდეგ ამბობს, რომ ქარხნების მშენებლობისთვის ადგილობრივ თვითმმართველობაში თანხები არ მოიძებნება. პროცესი მხოლოდ კერძო ინვესტორთა კეთილნებაზეა დამოკიდებული. მერის ვალდებულებაში მხოლოდ მათი ხელშეწყობა და ბიუროკრატიული პრობლემების მოგვარება შედის. კოპაძის თქმით, ქარხნის მშენებლობა, რომელზეც 8 თვის წინ საუბრობდა, დამფინანსებელი კომპანიის მხრიდან შეფერხდა. ჯერჯერობით შეფერხდა, იმიტომ რომ მათი მხრიდან დაფინანსების მომენტი მათყავთ ინვესტორი უცხოელი და ამასთან დაკავშირებით აქვს რაღაც ერთმანეთში მოლაპარაკების პრობლემა. როგორც კი მოილაპარაკებთ, ჩვენ გამზადებული ვართ და პრობლემა არ არის, შევუქმნით ამ სიტუაციას. სწორად გამიგეთ, ჩვენ რო გქონდეს ამის ფული, ეს უკვე დიდი ხნის დაწყებული იქნებოდა, მაგრამ ეს უნდა დაიწყოს კერძო ინვესტორმა. მერის დაპირებებისა და ქალაქში ბიზნესის განვითარების რისკებზე საუბრობს ახალციხის ბიზნეს ცენტრის ხელმძღვანელი. გოჩა ათოშვილი ვარაუდობს, რომ გიორგი კოპაძეს დაპირებების გაცემის დროს ქალაქში არსებული ბიზნეს გარემო შესწავლილი არ ჰქონდა. დღეს კი ამ კუთხით არაერთ პრობლემას გადააწყდა. გოჩა ათოშვილის თქმით, ახალციხეში საწარმოების განსავითარებლად საინვესტიციო გარემო პირობები არ არსებობს. ბიზნესისთვის წამგებიანი მდგომარეობის გამო ინვესტორები თანხას ახალციხეში არ ჩადებენ. ბიზნესმენი ნებისმიერი ახლა რატო ჩადებს ახალციხეში? ჩადებს სხვა უფრო დიდ ქალაქში, სადაც ბრუნვა მეტია და მეტ მოგებას მიიღებს. მაგალითად ბიზნესმენისთვის, ბიზნესისთვის წყალი ის 4 და 50. ეს არის კოლოსალური თანხა. ესე გამოდის, რომ წყალში უფრო მეტი უნდა გადაიხედოს ბიზნესმენმა, ვიდრე რძეში, რომ რძე გადაამუშავოს და აწარმოოს ყველი. არის თუ არა ახალციხეში ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი საინვესტიციო გარემო, ექსპერტებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს ამაზე განსხვავებული აზრი აქვთ. ადგილობრივ მოსახლეობას კი მერისა და მმართველი პარტიის დაპირებებიდან ყველაზე მეტად ქარხანა ფაბრიკების მშენებლობის ხარჯზე უმუშევრობის დაძლევის დაპირება ახსოვთ. 100 ქარხანა უმუშევრობის დაძლევა და არაფერი შესრულებული. მე ვერაფერს ხედავ და არ ვიცი. დრო საკმარისი გავიდა, მაგრამ შედეგი ძალიან ნაკლებია. დაპირება უნდა შესრულდეს თავრობისა ხალხი. ხალხი ცოტა ამოისუნქავდა, გაეხარდებოდა, წინ წავიდოდა ახლა რაღაც. დაასაქმებდნენ სოფლის ხალხს, მოსახლეობას, მაგრამ არანაირი დასაქმება არ არის. ჩვენთან საერთოდ არაფერი არ დაწყებულა, სოფელ აწყურში ვცხოვრობთ, მაგრამ არაფერი არ დაწყებულა. ესე იგი აშენდებოდა ქარხნები და ხოლმე დაასაქმებდნენ, არ ჩანჯერ არაფერი. ახალციხეში ფაბრიკა ქარხნების მშენებლობის შესახებ დაპირებები როგორც საპარლამენტო, ისე 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე გაიცა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მასშტაბით მსგავსი ობიექტების მშენებლობა არ დაწყებულა, ახალციხის მერი კიდევ ერთი ქარხნის მშენებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, ინვესტორები ხილ-ფაფის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნას გეგმავენ. თუმცა როდის განხორციელდება პროექტი, ეს ბიზნესმენების შესაძლებლობებსა და კეთილნებაზეა დამოკიდებული.